დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ და არასოდეს მომწყინდება ამ ფრაზის გამეორება, იმიტომ რომ ჩვენ საუბრობთ იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ნებისმიერ საზოგადოებაში. ჩვენ საუბრობთ იმაზე, რაც ყველაზე ფასეული და ღირებულია ნებისმიერ საზოგადოებაში და ამიტომ, როდესაც ჯანმრთელობაზე ჩვენ ამა თუ იმ ინფორმაციას გიზიარებთ, ჩვენი ამოცანა არის ჯანმრთელობა გამოვიყენოთ როგორც ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ადამიანის სიცოცხლე იყოს ხანგრძლივი და ადამიანის ცხოვრება იყოს ხარისხიანი. განსაკუთრებული მზრუნველობა არის საჭირო მაშინ, როდესაც ადამიანის ფიზიკურ, მენტალურ და სოციალურ კეთილდღეობაზე მსჯელობთ და წარმოუდგენლად დიდია პასუხისმგებლობა მაშინ, როდესაც ბავშვებზე ვსაუბრობთ. ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს გაცნობიერებული ბავშვებზე საუბარი, ეს არის ჩვენს მომავალზე საუბარი. პრაქტიკულად ჩვენს არსებობაზე საუბარი, თუ გრძელვადიან პერსპექტივაში წარმოვიდგენთ, აი ამიტომ ჩვენს გადაცემას არასდროს დაურღვევია ტრადიცია და სწორედ ამიტომ განსაკუთრებული თანმიმდევრობით ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავთ ისეთ კვირეულს, რომელსაც ქვია ყველა ბავშვის ჯანმრთელობის კვირეული. დიახ, ყველა ბავშვის ჯანმრთელობის კვირეული ძალიან კარგად ჟღერს. არა უბრალოდ ბავშვის ჯანმრთელობის კვირეული, თუმცა თავისი შინაარსით ესეც ძალიან მნიშვნელოვანი სათქმელი იქნებოდა. მაგრამ იმის ხაზგასმა, რომ ჯანმრთელობა ყველა ბავშვისა ერთნაირად საგულისხმო, დასაფიქრებელი და გასათვალისწინებელია, მე ვფიქრობ, საზოგადოება შეახსენებს იმას, რომ ყველა ბავშვს აქვს უფლება იყოს ჯანმრთელი. ყველა ბავშვს აქვს უფლება მიიღოს განათლება. ყველა ბავშვს აქვს უფლება თავისი ჯანმრთელობისათვის აუცილებელი სერვისი ჰქონდეს და რაც მთავარია, ყველა ბავშვს აქვს უფლება მიუხედავად დიაგნოზისა, თავისი დაავადების შესაბამისი წამალი ჰქონდეს. ამაზე არის ხოლმე ხშირად ჩვენს გადაცემაში საუბარი, მიუხედავად პრობლემებისა, მიუხედავად კვირეულისა, თუმცა ახლა ჩვენ გვაქვს საბაბი კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ადამიანის მენტალური ჯანმრთელობაც, ფიზიკური კეთილდღეობაც, ადამიანის ფიზიკური აქტივობა, კვება და ცხოვრების წესის ნებისმიერი ფაქტორი თავს იყრის იმ ერთ კვირაში, რომელიც სხვა არაფერია თუ არა საზოგადოებისათვის შეხსენება. ჩვენ როგორ ვუვლით ბავშვებს, ეს არის იმის საუკეთესო მაჩვენებელი, როგორ ვუვლით და როგორი წარმოდგენა გვაქვს საკუთარ მომავალზე. ჩვენ გვაქვს ამასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი მასალა უკვე დაგროვილი და ერთ რგოლს შეგახსენებთ სწორედ ჩვენი არქივიდან. ჩვენ დღეს ვიწყებთ. მოდით გავერთიანდეთ. ой, მე დამფარეთ. ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი. მოდით ყველა ერთად აღვნიშნოთ ყველა ბავშვის ჯანმრთელობის კვირეული. განათლებული ბავშვი არის დაცული, იმიტომ რომ მას ეცოდინება ბევრი რამე და სხვა ვერ დაჩაგრავს. ასე ამბობ, რომ განათლებული ვარ, მაგრამ მე არ ვიცი. რაც უფრო ბევრი აზრი მომდის, ჭკვიანური აზრები მიყევდება აი აქ თავში. ფიზიკური აქტივობა არის, ესე იგი უნდა ვიყოთ ჩართული სპორტში და აქტიურები. კვებითი განათლება აუცილებელია. ნუტრიციული? ხანდახან ჯობია რომ დავფიქრებ. კუჭისთვის უფრო სასაგებლო არის ბოსტნეული და ხილი. ყველას აქვს თავისი გემოვნება და რაც მას მოსწონს, ის არის მისთვის გემრიელი, მაგრამ ეს უნდა იყოს სუფთად დამზადებული. ტიგრებში გასწავლია სწორ კვებას. რომ წვნიანი ძალიან კარგია. რასაც ვაკეთებ, ყოველთვის მინდა რომ ნულით გავაკეთოთ და ენერგია ჩავაგდო. გონიერება ცუდი არ არის, მაგრამ ზომიერად უნდა გამოვიყვანოთ ჩვენი ტვინი. ანუ რაც ყველაფერი ზომიერად არის, ყველაფერი სასარგებლოა. ყველა ბავშვის ჯანმრთელობის კვირეული. ჯანმრთელობა მჭირდება სიცოცხლისთვის. ყველა ბავშვი უნდა იყოს ჯანმრთელი.
ბავშვის ჯანმრთელობა, რომ ნებისმიერი ოჯახისთვის უპირველესი ფასეულობაა, ამას ძალიან კარგად ხვდებით და რომ ზოგადად ბავშვის ჯანმრთელობა საზოგადოებისათვის უპირველესი ფასეულობა უნდა იყოს, ესეც მე ვფიქრობ არ მოითხოვს განმარტებას. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, როგორ ტკივილს ატარებენ მშობლები მაშინ, როდესაც ბავშვს ესა თუ ის პრობლემა აქვს. რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა მშობლების მიმართ, არა მხოლოდ ბავშვების მიმართ, მაშინ როდესაც ბავშვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სირთულე აქვს და სწორედ აქ ვლინდება საზოგადოების სიმწიფე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მაგალითად იშვიათ დაავადებებზე საუბრობთ. ჩვენს გადაცემაში არაერთხელ გქონია ამაზე საუბარი და მე სიამოვნებით კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას, რომ დიახ, დაავადებები შეიძლება იყოს იშვიათი, ერთი კონკრეტული დიაგნოზი, მაგრამ მათი რაოდენობა ჯამში ძალიან ბევრია და ამ ადამიანებს აუცილებლად სჭირდებათ საზოგადოების მხარდაჭერა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მშობლები იწყებენ ამაზე საუბარს და თქვენ გახსოვთ ჩვენი ისტორია, როდესაც დედის დღიური იყო, შემდეგ მშობლის დღიური გაჩნდა, სადაც არა მარტო დედამ, არამედ მამამ, ბებიამ, ბაბუამ, ყველამ ერთნაირად გაუზიარა თავისი გულის ტკივილი საზოგადოებას. და დღეს ჩვენ მორიგ სიუჟეტს გიზიარებთ ამ ციკლიდან, რომელიც მოამზადა ქრისტი შანავა. მე ვარ ქეთევან გაფრინდაშვილი, ტყუპების დედა, დოროთეს და საბიანას დედა. დოროთეს დაავადება დიაგნოსტირდა წლისა და 2 თვის ასაკში. დაესვა სპინალურ-კუნთოვანი ატროფიის დიაგნოზი. ჩვენ მეხსოვს ჩავერთეთ პროგრამაში, სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც აფინანსებს მისი დაავადების მედიკამენტს. და დავიწყეთ, აი იმ დღიდანვე დავიწყეთ ამ მედიკამენტის მიღება და დღემდე უწყვეტლივ ესე სვავს ყოველდღიურად ვღებულობთ. ეს მედიკამენტი აჩერებს დაავადებას, აღარ პროგრესირებს. რატომღაც მჯერა, რომ აუცილებლად გაივლის, რაღაც ამ ბავშვი ვხედავ ამის რესურსს, ძალიან მონდომებულია თვითონ, შეძლო უკვე ფეხზე დადგომა. შეუძლია ჯოხებით საყრდენის საშუალებით გადაადგილება. მე მგონი, რომ გამოგვივა და გაივლის. დოროთეს დიაგნოზი რო გავიგეთ, თითქოს საბიანა გადავიდა ჩრდილში. დოროთეს ვარჯიში, დოროთეს წამალი, დოროთეს ეს, დოროთეს ის და აი საბი რაღაცნაირად თითქოს სულ ჩემს გვერდზე იყო. არასოდეს არ მომშორებია, მე დამყავდა დოროთე თერაპიებზე, ფიზიკურ თერაპიებზე და საბიც ყოველთვის თან მყავდა, მანქანაში იჯდა, იქ ველოდებოდით ერთად და რაღაცნაირად თითქოს ეს ბავშვი ამას მიიპროტესტებდა ქვეცნობიერად, რომ არ უნდოდა, რომ აი დოროთეს დღის რეჟიმით ვცხოვრობდით. და აი უცებ აღმოაჩნდა ესეთი დაავადება ლეიკემია. მოულოდნელად ძალიან ეს მოხდა შემოდგომაზე, დასასვენებლად ვიყავით ზღვაზე და იქიდან რომ ჩამოვედით, მოიწყინა ბავშვმა აკრძალა კვება, საერთოდ არაფერს არ ჭამდა. აი არ მომეწონა, ეს არ იყო მისი ხასიათი, ძალიან აქტიური ცოცხალი ბავშვია და აი უცებ დაასრულა ყველაფერი, აღარც თამაში უნდა და აღარც საჭმელი უნდა და ჩავაბარეთ სისხლის ანალიზი, ну საშინელი ფორმულა იყო, აი საშინელი ანალიზი იყო, პირდაპირ ამ ანალიზის დასკვნით წავედით, დავწეკით. მეტი უფრო დიდი ტრაგედია არც ვიცი რა შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ერთი ბავშვი ესეთი პრობლემატური და უცებ ვგებულობ, რომ ჯანმრთელი რომელიც მგონია და მგონია რომ იქ არაფერი და სიმშვიდეა, აი ეს ბავშვი უკვე დადგა მისი სიკვდილსიცოცხლის საკითხი და ისეთი დაბნეულები ვიყავით მეც და ჩემი მეუღლეც და ნუ ყველა ირგვლივ ვერ მივხვდით საერთოდ რა უნდა გაგვეკეთებიათ, ჩვენს თავს ხდებოდა თუ არა ეს ამბავი.
მქონდა შეთავაზება. ანუ უნდა აგვერჩია, მე ისიც არ ვიცოდი, რომ სახელმწიფო აფინანსებდა საზღვარგარეთ მკურნალობას, ესეც იქ შევიტყე საავადმყოფოში და იქვე შემოგთავაზეს სასწრაფოდ მისაღები იყო ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ დრო არ ითმენ და სასწრაფოდ უნდა დაწყებულიყო მკურნალობა და წავედით სტამბოლში და რაღაცნაირი სიმშვიდე მოვიდა, რომ აი ჩამოვედი ექიმების ხელში ვარ, ყველაფერი კარგად იქნება, აუცილებლად ჩვენ დავამარცხებთ ამ დაავადებას. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ფინანსდებოდა, ყველა საჭიროება ფინანსდებოდა, მაგრამ ჩემი ცხოვრება იყო ხარჯებთან დაკავშირებული. მე ისეთი მხარდაჭერა მქონდა, მოდიოდა თავისით, აი გროვდებოდა ეს ფული, აი უცხო ადამიანები გვირიცხავდნენ, გვიგზავნიდნენ. თქვენი ეთერითაც მინდა რომ ვისარგებლო და მადლობა გადავხადო, მადლობ ხალხო, ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა სუყო, ძალიან დიდი მადლობა. თქვენი წყალობით ეს ბავშვი გადარჩა. თქვენ გადაარჩინეთ ჩემი შვილი. გამოვძვერით ამ მდგომარეობიდან და საფრენად დღეს არის კარგად. აი ამ უზარმაზარი ჯარის წყალობით სიცოცხლის ბოლომდე გვემახსოვრება თქვენი თანადგომა. მადლობა ყველაფრისთვის. დღეს ვართ უკვე იმედიანად, იმიტომ რომ რემისიაშია მის დაავადება. ვაკვირდებით უკვე რამდენიმე თვეა, ჯერ პროცესში ვართ მკურნალობის არ დაგვიმთავრებია, მშრალ ქიმიაზეა და კვირაში ერთხელ ღებულობს მედიკამენტს. მერე ჩავიტარებთ უკვე დიდ კვლევას, რომელიც გვეტყვის რა შედეგი დადგა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად გვექნება. მე ვფიქრობ, ახსნა არ ჭირდება იმას, რატომ ვაკეთებთ ამ ტიპის სიუჟეტებს. რატომ გიყვებით ერთი ადამიანის ისტორიას, ერთპირად ისტორიას, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ისტორიას, რომლის უკანაც უამრავი ადამიანი დგას. ამ ისტორიების განზოგადება შეიძლება, ამ მშობლების სატკივარის განზოგადება შეიძლება და ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული იმისთვის, რომ ეს ტკივილი არ იყოს ერთი მშობლის ტკივილი. ეს არის საზოგადოების ტკივილი, იმიტომ რომ ჩვენ შვილებზეა ლაპარაკი. და თუ ჩვენ საუბრობთ მაგალითად სპინალურ კუნთოვანი ატროფიის შესახებ, საუბრობთ დუშენის სინდრომის შესახებ, საუბრობთ სხვა პრობლემების შესახებ, რატომ ჭირდებათ მათ დახმარება, მედიკამენტი, მხარდაჭერა. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ არა მარტო ბავშვებმა, არამედ შვილებმა, ოჯახის სხვა წევრებმა და რაც მთავარია, მშობლებმა, რომელთაც უზარმაზარი სხვადასხვა სახის პასუხისმგებლობა აქვს, იპოვონ ცხოვრებაში აზრი, იპოვონ სიცოცხლის მოტივაცია და ასეთ შემთხვევაში ეს არის არაუბრალოდ წამალი შვილებისთვის, ეს არის წამალი მშობლებისთვის, ეს არის შესაძლებლობა, სიცოცხლის შესაძლებლობა და ჩვენ დაუბრუნდებით სწორედ კვირაულს, როდის უნდა ვთქვათ ეს თუ არა, სწორედ ყველა ბავშვის ჯანმრთელობის კვირაულის კონტექსტში და გაგახსენებთ იმას, რითიც დავიწყეთ დღევანდელი გადაცემა. დიახ, ვიწყებთ საუბარს და გარკვეულწილად ვაგრძელებთ კიდეც საუბარს იმ საკითხებზე, რომელიც არის ხოლმე თავმოყრილი ყველა ბავშვის ჯანმრთელობის კვირაულში. მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დავინახოთ, რომ ეს კვირეული ხშირად ბავშვის ცხოვრების წესს აერთიანებს. ცხოვრების იმ წესს, რომელსაც ხშირად ოჯახი უყალიბებს მას და ცხოვრების წესს, რომლის მიღმაც ხშირად არის ჩვენი მაგალითი. უნებურად ჩვენ ხშირად ჩვენ შვილებს დაკვირვებისას თითქოს სარკეში ვიხედებით და საკუთარი თავი არ მოგწონს, იმიტომ რომ არ მოგწონს ჩვენი ცხოვრების წესი. ასეთი კვირეული არის საბაბი იმისთვის, რომ დავფიქრდეთ ამაზე და კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ მაგალითად არაუბრალოდ ჯანმრთელობაზე ზოგადად ვისაუბროთ, არამედ
ცალ-ცალკე დავინახოთ ეს პრობლემები და დღევანდელი დღე 22 აპრილი ეძღვნება ფიზიკურ აქტივობას. იმ ფიზიკურ აქტივობას, რომელიც ხშირად ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ფიზიკურ აქტივობას, რომელიც ძალიან ფრთხილად შესარჩევია თუ ბავშვს გარკვეული პრობლემები აქვს და ფიზიკური აქტივობა, რომელიც არა მხოლოდ ერთი ბავშვის, არამედ მთელი ოჯახის, საზოგადოების ცხოვრების წესად შეიძლება იქცეს. ამ საკითხებზე ჩვენ უკვე სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. ბავშვის ფიზიკური აქტივობა ნებისმიერ ასაკში არის საყურადღებო. მაგალითად, ძალიან ბევრი დედა გაიხსენებს ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში, ულტრაბგერითი შემოწმების დროს, აუცილებლად მიანიშნებს ექიმი, ბავშვი მოძრაობს თუ არ მოძრაობს. ეს არის ფიზიოლოგიური ფაზა, ნაყოფის განვითარება, რომელიც წინ უძღვებს ორგანიზმის ბავშვად ჩამოყალიბებას, თუმცა სიცოცხლის პირველივე დღეებიდანვე ბავშვის ფიზიკური აქტივობა უკვე ყველასათვის ხილულია და ძალიან მნიშვნელოვანი, არა უბრალოდ ცხოვრების ფაქტორია, არამედ ბავშვის ჯანმრთელობის და ღერძელობის წანამწყრევი, რომელიც დღეს დაწყებული აუცილებლად თავის შედეგებს გამოიღებს ბავშვის უკვე ზრდასრულ ასაკში და ხშირ შემთხვევაში ხანდაზმულობაშიც კი. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვეკითხებით ხოლმე გამოცდილების შესახებ ჩვენს კოლეგებს და განსაკუთრებით ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგი, რომელიც ძალიან დიდ გამოცდილებას ფლობს ამ მიმართულებით, არის ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი. არა მხოლოდ დღევანდელი გადაცემის სტუმარი, იგი გახლავთ ჩვენი გადაცემის ძალიან დიდი ხნის მეგობარი და გულშემატკივარი, ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგი, მედიცინის დოქტორი, ქალბატონი ნინო ჭოლოკავა. ნინო, დილამშვიდობისა. დილამშვიდობის, დიდი მადლობა დაპატიჟებისთვის. დღეს ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ბავშვის განვითარებისთვის ძვალსახსროვანი სისტემა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩემი აზრით, ცოტათი დაკნინებული არის მისი როლი, მაგრამ ის არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ალბათ ამიტომ არის, რომ ყველა ბავშვის ჯანმრთელობის კვირეულში საგანგებოდ ერთი დღე დაუთმეს ფიზიკურ აქტივობას. ამისთვის თქვენ ძალიან მოკლედ რომ ვთქვა, სულ რამოდენიმე სიტყვით რა მნიშვნელობა აქვს ძვალსახსროვან სისტემას, ვიტყვი რომ ის გვაძლევს ფორმას, გვაძლევს მოძრაობის საშუალებას, ის წარმოადგენს ძალიან ბევრი მიკრო და მაკრო ელემენტის დეპოს. აქ ინახება ჩვენი ბევრი მიკროელემენტი, ასევე წარმოადგენს სისხლბად ორგანოს, ჩვენი ენერგიის წყაროს და ამ ბოლო დროს აღმოჩენილი ის არის ძვალი წარმოადგენს ენდოკრინული სისტემის ნაწილსაც. ამის გამო ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ ძვალსახსროვან სისტემას და ბავშვის ეტაპობრივ დოზირებულ განვითარებას. არის თუ არა აქ გასათვალისწინებელი, როდესაც ფიზიკურ აქტივობაზე ვსაუბრობთ, ყველა ის ფაქტორი, რომელსაც თქვენ როგორც ექიმი ხშირ შემთხვევაში ბავშვის შეფასების დროს ითვალისწინებთ, მაგალითად ბავშვის ასაკს, ბავშვის სქესს, მაგალითად განვითარების სხვადასხვა ეტაპს, ითვალისწინებთ თუ არა ასეთ დროს, მაგალითად გარკვეულ წინასწარ განწყობებს და პრაქტიკულად ჯანმრთელი ბავშვის შემთხვევაში და პრობლემური გამოცდილების შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ყოველთვის, როდესაც ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციას ამა თუ იმ აქტივობის შესახებ, ყველა მომენტი გათვალისწინებული უნდა იყოს. როგორც ავადობის, ასევე რაღაც განვითარების შეფერხების, მაგრამ ჩვენ თუ ვისაუბრებთ და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვისაუბროთ ჯანმრთელ პოპულაციაზე, რადგან ბევრი შეცდომები მოდის ჯანმრთელ პოპულაციასთან მიმართებაში. როდესაც მშობელი იმის სურვილით, რომ ბავშვს რაც შეიძლება მეტი სიკეთე მისცეს, ცოტა ზედმეტ საკეთებს. ცოტა მეტად ავარჯიშებს, ცოტა მეტად ტვირთავს და ეს შემდეგ აისახება ბავშვის ჯანმრთელობაზე. მეტად ანუ ბავშვის შესაძლებლობაზე მეტად. რა თქმა უნდა, არა მარტო ბავშვის შესაძლებლობაზე მეტად, არამედ მისი ასაკის გათვალისწინებით თუ ვიმსჯელებთ, რადგან ბავშვი როგორც ყველა ჩემ პაციენტს ვეუბნები, ბავშვი ეს არ არის დაპატარავებული დიდი. ეს არის ცოტათი განსხვავებული ორგანიზმი, რომელსაც რაღაც ის ფუნქციები აქვს, რომელიც ჩვენ უკვე აღარა გვაქვს და ჯერ არა აქვს ის ფუნქციები, რაც ჩვენ უკვე გვაქვს.
მას არ შეიძლება მიუდგეთ ისე თითქოს ეს არის დიდი, რადგან უკვე კვლევების შედეგად დაადასტურდა, რომ კუნთური მასის დაგროვება ბავშვს ისე არ შეუძლია, როგორც მოზრდილს. შესაბამისად, მოთხოვნები ბავშვის მიმართ არ შეიძლება იყოს ისეთივე, როგორიც მოზრდილი ადამიანის მიმართ. ამასთან ერთად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბავშვის ბევრი მომენტი არის უმწიფარი. თავშოთ უმწიფარია მისი მყესი, უმწიფარია მისი ძვალი, არ არის ჩამოყალიბებული ნერვკუნთოვანი სინაფსები საბოლოოდ ესეთი როგორიც უნდა იყოს. ამიტომ არის ძალიან სიფრთხილე საჭირო და დოზირებული მიდგომა ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში და ინდივიდუალურ ასაკში. ასევე გასათვალისწინებელია, რა თქმა უნდა, ასაკიც, რადგან თუ გავითვალისწინებთ პუბერტატზე თუ ვისაუბრებთ, პუბერტატი ბიჭებს და გოგოებს ცოტა სხვადასხვა დროს ეწყებათ, სხვადასხვანაირად გამოვლინდება და შესაბამისად მიდგომაც ამ ასაკში განსხვავებული უნდა იყოს. რას გულისხმობთ განსხვავებული უნდა იყოს? ერთი რომ თქვათ გოგონას და ვაჟის სხეულის აგებულების განსხვავების გათვალისწინებით, იმ ჰორმონული ცვლილებების გათვალისწინებით, რომელიც მათ ორგანიზმში ხდება და არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ტერმინი, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებით საყურადღებოა პროფესიონალებისთვის და მე ვფიქრობ საზოგადოებისთვისაც ნაცნობია, იმიტომ რომ ჩვენს გადაცემაში ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე ნინიკო დამეთანხმებით, ეს არის წვრთნა და გადაწვრთნა. ამან განსხვავებულად დაანახა სამედიცინო საზოგადოებასაც და ოჯახებსაც, სად არის ზუსტად ის სახიფათო ზღვარი, რომლის გადალახვის შემთხვევაში ფიზიკური აქტივობა შეიძლება აღმოჩნდეს არიან სერიოზული სამედიცინო ტვირთი ბავშვებისთვის, განსაკუთრებით მოზარდებისთვის. ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ორი მომენტი. ერთი, როდესაც საუბრობთ უბრალოდ ფიზიკურ აქტივობაზე, რაშიც მოიაზრება თამაში, გართობა, რომელიც უნდა იყოს მინიმუმ 40 წუთი 6 წლის შემდეგ და ცოტა უფრო ნაკლები ნახევარი საათი. ჩვენ ვსაუბრობთ მინიმუმს. მაგრამ თუ ჩვენ ვისაუბრებთ სტრუქტურირებულ ფიზიკურ დატვირთვაზე, რასაც გულისხმობს სპორტული სექციები, სპორტული აქტივობები, მშობლისთვის რომ ადვილად დასამახსოვრებელი იყოს, კვირაში საათების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ბავშვის ასაკს. დაუშვათ, თუ ბავშვი არის 6 წლის, 6 საათზე მეტი არ შეიძლება რომ ივარჯიშოს მთელი კვირის განმავლობაში. მეორე ფაქტორი, რაც სასურველია და აუცილებელია, რომ მშობელმა გაითვალისწინოს, ეს არის ბავშვს უნდა ჰქონდეს ერთი სრული დღე დასვენებისთვის. როდესაც ის აკეთებს ისეთ ფიზიკურ აქტივობებს, როგორიც მას უნდა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ბავშვს უნდა ჰქონდეს 2-3 თვე დასვენების. მე მესმის, რომ ყველას მშობელს უნდა, რომ რაც შეიძლება კარგი შედეგს მიაღწიონ, მაგრამ მერწმუნეთ, თუ ამ ნორმებს არ ვიცავთ, მივდივართ აი ამ გადაწვრთნაზე, ასე რომ ვთქვათ, როდესაც უკვე ბავშვი კარგავს мотиваციას, გაღიზიანებულია, ვერ იღებს იმ შედეგს, რა შედეგსაც იღებდა და კარგავს ინტერესს. და იბიტება ბოლოს და ბოლოს. და იმ შედეგს ვერ მიიღებთ თქვენ, რაზეც ოცნებობთ. კიდევ ერთი მომენტი. ბავშვის ფიზიკური აქტივობის გაზრდა უნდა იყოს 10% კვირაში. მარტივად რო ვთქვათ, თუ პირველ კვირას ნახევარი საათი ამეცადინებთ, მეორე კვირას 35 წუთი უნდა იყოს ეს. არ შეიძლება პირველ კვირას ნახევარი საათი და მეორე უკვე 2 საათი, იმიტომ რომ ბავშვს შეუძლია. არ შეუძლია. ფიზიოლოგიურად მიუხედავად იმ მოჩვენებითი სურათისა, ფიზიოლოგიურად ჩვენ ეს სკიბე უნდა გავიაროთ. აუცილებელია, არ შეუძლია. ძალიან უნდა თხილად მოვეპყროთ, იმიტომ რომ მას ბევრი ისეთი ნიუანსები, სიმაღლეში უნდა გაიზარდოს, მისი მყესი უნდა გაიზარდოს, ელასტიურობა უნდა შეიცვალოს, რადგან ბავშვები უფრო მეტად ელასტიურები არიან, ვიდრე ჩვენ მოზრდილი. ეს ყველა მომენტი არის გასათვალისწინებელი. როდესაც ასაკობრივ ჭრილში ვსაუბრობთ, მე მინდა გარკვეულწილად მშობლებს ახლა დავანახოთ მათი შესაძლებლობები და მათი პასუხისმგებლობა. თქვენ რაზედაც საუბრობდით, სწორედ ამაზე იყო მინიშნება, რომ ხშირად ჩვენი სურვილებით
არ დავტვირთოთ ჩვენი შვილები, არა უბრალოდ ფიზიკურად კი არა, არამედ ყველა ჭრილში, მათ შორის ფსიქოემოციურად არ დავტვირთოთ. მაგრამ როდესაც სიცოცხლის პირველივე დღეებიდან ბავშვის ხარტია აქტიურია, ან პირიქით გვინდა რომ ჩვენ გავააქტიუროთ, რამდენად უსაფრთხოა ხოლმე ჩვენი გადაწყვეტილებები, მაგალითად, ჩვილობის ფაზაში, წინა სასკოლო ასაკში და მე აი ამ წრთნა-გადაწრთნის თემას ასაკობრივად გავყვეთ. ჩვენ შემთხვევით არ ვახსენეთ ჩვილობა, იმიტომ რომ ახალშობილობა, თქვა, პირველი 40 დღის განმავლობაში 12 თვემდე შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ზოგიერთ ჭრილში, იმიტომ რომ სადღაც 200%-ით ხდება ჩვენი ორგანიზმის ზრდა. უნდა პირველი ესეთი გზავნილი, რაც მშობლებს მინდა ვუთხრა, ჯანმრთელი ბავშვის მშობლებს, ყველაზე კარგი ვარჯიში არის მოფერება. და თუ თქვენ ავარჯიშებთ, ეს უნდა გააკეთოთ ამ ჭრილში. უნდა მოეფეროთ. არაფერი არ უნდა იყოს დაძალებით, ძალისმიერი, დაელოდეთ, თუ ბავშვი ჭირვეულობს, დაელოდეთ, იქონიეთ მოთმინება, ცოტა დაელოდეთ, დაამშვიდეთ და შემდეგ გააკეთეთ ეს მოძრაობა. შემდეგ სასურველია რომ თქვენი ფიზიკური ვარჯიშები, რასაც აკეთებთ, ემთხვეოდეს მის ფიზიოლოგიური განვითარების მომენტი. მაგალითად, აი ახალშობილების და ჩვილების შემთხვევაში. ბავშვი, როდესაც 2 თვისთვის თავის დაჭერას იწყებს, ჩვენ შეგვიძლია მისი სტიმულაცია მოვახდინოთ, როგორ ვაწვენთ მუცელზე, ვუყურებთ. მოდით ვაჩვენოთ ეს მაყურებელს, როგორ უნდა გავაკეთოთ. ძალიან ჩვეულებრივად მარტივად ბავშვს დააწვენთ მუცელზე, ეცადეთ რომ ხელები კონდეს წინ და რა თქმა უნდა უყურებთ რომ თავი არ იყოს ჩარგული, რბილ, სუნთქვა არ უჭირდეს. ეცადეთ ხელები გაუშალოთ, იმიტომ რომ პატარებს ფიზიოლოგიურად მუშტები აქვს თითები გაუშალოთ და დააკვირდეთ რომ თავი წამოწიოს, თუ იღლება გადმოაბრუნეთ, ძალიან მალე იფიტება და ძალიან არ დახალოთ. 6 თვიდან, როდესაც უკვე ბავშვს დაჯდომა უნდა, თქვენ შეგიძლიათ ამისი სტიმულაციაც მოახდინოთ. ძალიან ნაზად კიდებთ ხელებს იდაყვებში და არა ტევანში, იმიტომ რომ არ მოხდეს ამოვარდნა. წამოაჯინეთ, დააწვინეთ, რომ ბავშვმა მიხვდეს, როგორ ხდება წამოჯდომა. შემდეგ უკვე შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, ქვედა კიდურებზეც მიეხმაროთ, მოხრა, გაშლა, პატარა მაგრამ არა ძალდატანები. ეს უნდა იყოს აი უნაზესი მოძრაობა. უნაზესი, ძალიან მსუბუქი, ძალიან ნაზი, თუ ბავშვი ჭირვეულობს, მიაწექით ცოტა და დაელოდეთ. მალე იფიტება, იღლება და ადვილად გააკეთებს იმ მოძრაობას, რაც თქვენ გინდათ. ყველაფერი მოფერებით და ყველაფერი მშვიდად. თქვენ შეინარჩუნეთ სიმშვიდე, რომ ეს სიმშვიდე ბავშვზეც გადავიდეს და არ იყოს გაღიზიანებული და ეს მოძრაობები არ აღიქვას როგორც საშიშროება. და თვითონ არ იყოს დაჭიმული და გაბრაზებული. მე ნიშნა სხვათა შორის თქვენ ხაზი გაუსვით რამდენჯერმე, რომ ბავშვის წამოწევისას არა მტევნები, არამედ იდაყვები გამოვიყენოთ რომ არ საყრდენ. მოხდეს სხივის თავის თქვე ამოვარდნილობა, რაც 2 წლამდე ძალიან ჩვეული არის ბავშვებისთვის. შემდეგ ეტაპი არის უკვე 2 წლიდან 6 წლამდე წინასასკოლო პერიოდი და ეს პერიოდი არის თამაში. ამ არ არის სასურველი რაღაც სტრუქტურირებულ სპორტულ სექციაზე მივიყვანოთ, ან თუ მიყვავს, უნდა იყოს გათვლილი, რომ ეს ყველაფერი მიეწოდოს თამაშით. 2 წლამდე ჩვენ ვასტიმულირებთ ცოცვას, პატარა საფეხურების ასვლას, ანუ წინაღობების გადალახვას. 3-დან 4 წლამდე ვასწავლით ხტომას, ცეკვას, ბურთთან ურთიერთობას. უკვე 3-დან 4-დან 5 წლამდე ჩვენ ვცდილობთ, რომ რაღაცა პატარ-პატარა წესები ვასწავლოთ, რომ უკვე სტრუქტურირებული სპორტული აქტივობისთვის მზად იყოს. მაგრამ ესეც მხოლოდ თამაშის ხარჯზე. 6 წლიდან უკვე ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად მივიყვანოთ სპორტულ სექციაზე, მაგრამ იქაც უნდა იყოს დაცული გარკვეული ჰიგიენური, ასე ვთქვათ, ნორმები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის.
6-დან 9 წლამდე ბავშვს ვასწავლით ზოგად წესებს, ზოგად აი თამაშის ფორმით ვაწვდით ფიზიკურ აქტივობას. 9-დან 12 წლამდე უკვე ჩვენ ვზრდით უნარჩვევებს, ფინტებს, ვასწავლით მოძრაობებს, გარკვეულ ოსტატობას უკვე ოსტატობას და უკვე 12 წლის შემდეგ ჩვენ გვაქვს უფლება მას მივაწოდოთ დოზირებულად სიმძიმეებით, ანუ ფიზიკური, კუნთური ძალის გაძლიერებაზე ვარჯიშები. და ჩვენი კოლეგები გვირჩევენ, რომ მხოლოდ 15-16 წლის ბავშვს მივრცეთ სპეციალიზაცია. და ვუთხრათ, რომ აი შენ უკვე გაქვს მონაცემები, რომ გახდე კარგი ფეხბურთელი, ან კარგი ჩოგბურთელი, ან კარგი კალათბურთელი. არ არის სასურველი 6 წლის ბავშვს უკვე რაღაც მიმართულება მივცეთ და ვაიძულოთ მხოლოდ ერთი სპორტით იყოს დაკავებული. როგორც გითხარით, კი, ჩვენ შეგვიძლია 6 წლის ბავშვი 6 საათი ვავარჯიშოთ, მაგრამ თუ ამ ვარჯიშებს შევცვლით, შედეგი უკეთესი გვექნება მისი ფიზიკური განვითარებისთვის. აი გოგონები პუბერტატულ ასაკში ეს არის ერთ-ერთი სერიოზული თავსატეხი, რომელიც აღმოჩნდა, რომ არაერთი კვლევით დადასტურდა და ჩვენი საზოგადოება ალბათ ამას აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას, განსაკუთრებით, როდესაც ოჯახში არის მოზარდი გოგონა და გასათვალისწინებელია გადაწვრთნა, რომელიც თქვენ ახსენეთ. ეს შეიძლება იყოს სერიოზული დარღვევების წინაპირობა, მათ შორის ჰორმონული დარღვევების და ჯერ გაუმართავი და ჩამოუყალიბებელი ციკლი სერიოზული ხარვეზი. რამდენად საყურადღებოა ამაზე იყოს ინფორმირებული მშობელი და ოჯახი? ძალიან მნიშვნელოვანია თუ სწორად დავსვამთ პრიორიტეტებს. რა თქმა უნდა, როდესაც უკვე პუბერტატულ პერიოდში გოგოს სხეულის ფორმები ეცვლება, ჯერ არ არის შეცვლილი აი ამ მის სიმრგვალეებს, რომელიც პუბერტატში გამოჩნდება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია დოზირებული დატვირთვა და ავუხსნათ, რომ ეს დატვირთვა არის საჭირო არა იმისთვის, რომ ცხიმოვანი ქსოვილი შევამციროთ, არამედ იმისთვის, რომ კუნთური ქსოვილი გავზარდოთ. და უნდა ვიმუშაოთ კუნთური მასის გაზრდაზე და სწორი ჩონჩხის ჩამოყალიბებაზე. შესაბამისად, თუ დავიცავთ იმ მომენტებს, რაც უკვე ვახსენე, რომ არ უნდა იყოს ძალიან დიდი რაოდენობის, უნდა იყოს შეფარდება დასვენებას და ვარჯიშს შორის. ასევე ერთი მომენტი ბოლო კვლევებით აღმოჩნდა, რომ გოგონები და ბიჭები ცოტა განსხვავებულად პასუხობენ სტრესს. ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა არის სტრესი, ამიტომ გოგონა სრულიად მშიერი არ უნდა წავიდეს ვარჯიშზე. ზოგადად მშიერმა არ უნდა ივარჯიშოს, არც ერთმა მოზარდმა. დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მისი ჰორმონალური პასუხი სხვანაირი არის და ნაცვლად იმისა, რომ წონაში დაიკლოს, ის მიიღებს პირიქით წონაში მომატებას, რადგან მისი ორგანიზმი ფიზიკურ ვარჯიშს აღიქვამს როგორც სტრესს და ეცდება, რომ რაც შეიძლება მეტი ენერგია შეინახოს, დაიმარაგოს. ამიტომ რა თქმა უნდა, ეს არ არის ლაპარაკი არასასარგებლო საკვებზე, ბევრ ტკბილებზე, მაგრამ ის მშიერი არ უნდა წავიდეს ეს არის კვლევით ახალი კვლევით დადასტურებული. ეს არის ბოლო კვლევებით დადასტურებული. და რამდენიმე წინადადებით აუცილებლად უნდა შევეხოთ. ჩვენ ამ თემაზე საგანგებოდ ვსაუბრობთ ხოლმე. არაერთი გადაცემა გქონია, როდესაც არის კონკრეტული პრობლემა, არის კონკრეტული სამედიცინო დიაგნოზი და ჩვენ გვჭირდება შესაბამისად ფიზიკური აქტივობის შეხამება. თქვენ არაერთხელ გისაუბრიათ ამაზე, უბრალოდ დღეს ვისარგებლებ შემთხვევით და რამდენიმე წინადადებით გავახსენოთ ოჯახებს, სადაც პატარას აქვს ისედაც ძვალსახსართა სისტემის გარკვეული სირთულე და რატომ არის ასეთ დროს ერთი მხრივ ფიზიკური აქტივობის შენარჩუნება და არ უნდა ვთქვა თუ არის ამ ცხოვრების წესის ამ ფაქტორზე და მეორე მხრივ დავიცოთ სიფრთხილე. რა თქმა უნდა, სიტუაცია იქნება ყველა ნოზოლოგიისთვის სხვადასხვა, ყველა ოჯახისთვის კონკრეტულ შემთხვევაში განსხვავებული. და ჩემი აზრით მიდგომა უნდა იყოს ინდივიდუალური. უნდა გაიაროთ კონსულტაცია თქვენს პირად
ორთოპედთან, შემდეგ აუცილებლად რეაბილიტოლოგთან უნდა შეჯამდეს ეს მოსაზრებები და ისე იქნას მიღებული გადაწყვეტილება ნაპოვნის იდეალური ფიზიკური აქტივობა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს სჭირდება. მერწმუნეთ ბავშვთა ასაკში დაგროვილი ძვლოვანი პიკური მასა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მომავალში, როდესაც ის უკვე გარკვეულ ასაკს მიაღწევს და აი ეს პიკური მასა გამოადგება მას შემდეგ. ამიტომ თუ გინდ იმ ბავშვებს, რომლებსაც პრობლემები აქვთ, აუცილებლად ჭირდებათ დახმარება. მე ვფიქრობ, რომ თქვენმა ყოველმა ფრაზამ გაამართლა მიმდინარე კვირეულის დღევანდელი სათქმელი, როდესაც ფიზიკური აქტივობა ყველა ბავშვის ცხოვრების წესის უნივერსალურ შემადგენელად არის აღიარებული. ერთი მხრივ ფიზიკური აქტივობა და მეორე მხრივ მისი ადგილი ყველა ბავშვის ჯანმრთელობისათვის, რომელსაც დღევანდელი ჩვენი თემა ეძღვნებოდა. ძალიან დიდი მადლობა ნინიკო ჩვენთან მეგობრობისთვის, დღევანდელი გადაცემის ფარგლებში სტუმრობისთვის. მაყურებელს შევახსენებთ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ბავშვთა ორთოპედ ტრავმატოლოგი, მედიცინის დოქტორი ქალბატონი ნინო ჭოლოკავა. მე ჯერ არ გემშვიდობები, წინ კვებით შუქნიშანი გველოდება. კვება ადამიანის ცხოვრების წესის ფაქტორია, გარდა იმისა, რომ ის სასიცოცხლო მოთხოვნილებაა და მის გარეშე ცოცხალი ორგანიზმის არსებობა წარმოუდგენელია, მათ შორის ადამიანის სხეულის და თავად ადამიანის არსებობა. მაგრამ თუ ცხოვრების წესის ფაქტორებს ერთმანეთს შევუხამებთ, კვება და ფიზიკური აქტივობა ქმნის იმ განსაკუთრებულ დუეტს, რომელიც ხშირ შემთხვევაში ადამიანის ცხოვრების ფაქტორებთან ერთად გვაძლევს დღეგრძელობის და ცხოვრების ხარისხის წინაპირობას. ეს კანონზომიერება ნებისმიერ ასაკში ასაყურადღებო. განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობა გვმართებს მაშინ, როდესაც ბავშვებზე ვსაუბრობ და ჩვენ შევთანხმდით, რომ ფიზიკური აქტივობა ბავშვებში ეს არ არის ზრდასრულები მინიატურაში. ეს არ არის ზრდასრულებისათვის განკუთვნილი მოდელი ბავშვებზე მორგებული. ეს არის საგანგებოდ ბავშვებისთვის შემუშავებული რეკომენდაციები და ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. როდესაც ჩვენ საუბრობთ ფიზიკური აქტივობის სახეებზე, ეს რასაკვირველია ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს ისევე როგორც დატვირთვის მასშტაბი, ასაკის, სქესის, ბავშვის ჯანმრთელობის შესაბამისად. თუმცა აქ როგორც არასდროს უნდა გავითვალისწინოთ ის სამი გასაღები, რომელიც კვებასთან მიმართებაში თქვენ უკვე ძალიან კარგად იცით. ეს არის როდის გავაკეთოთ, რამდენი და რა. ანუ ამას ვითვალისწინებთ კვების შემთხვევაში და იგივე უნდა გავითვალისწინოთ ფიზიკური აქტივობის დროს. ანუ რეჟიმი, ულუფა, რაციონი. როდის უნდა იყოს ფიზიკური აქტივობა დაგეგმილი, რა მოცულობით უნდა იყოს და რა შინაარსის უნდა იყოს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ამას აქვს კვებასთან შეხამებით. თქვენ უკვე მოისმინეთ დღეს გადაცემაში, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვი მშიერი არ იყოს, როდესაც იწყებს ფიზიკურ აქტივობას. ჩვენ არ გულისხმობთ ასეთ შემთხვევაში ახლად დანაყრებულ ბავშვს, რომელიც იწყებს ფიზიკურ აქტივობას. არა, უნდა იყოს დაცული ინტერვალი, სასურველია საათი, საათნახევარი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვი მოშიებული იწყებდეს ფიზიკურ აქტივობას და ასეთ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ძალიან ბევრი ფაქტორი. მათ შორის ის, რომ ბავშვს ეზრდება მოთხოვნილება წყალზე. მაგალითად, ფიზიკური აქტივობა ყველა ასაკში გულისხმობს გაზრდილ მოთხოვნილებას წყალზე, მაგრამ ეს განსაკუთრებით საგულისხმოა ბავშვთა ასაკში. მაგალითად, მოზარდებში ხშირად ასეთი გაზრდილი მოთხოვნილების მიუხედავად მოზარდი უგულებელყოფს ამ სურვილს, წყვილის განცდასაც კი თქვენ წარმოიდგინეთ და ჩვენ ეს უნდა აუცილებლად გავითვალისწინოთ ორი მიზეზის გამო. პირველი, იმიტომ რომ თუ უგულებელყავს წყლის მოთხოვნილებას, ცხადია ორგანიზმს აკლია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერება. მაგრამ არის მეორე ფაქტორი. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ შევსებაზე, შეიძლება მან ერთბაშად მოინდომოს დახარჯული წყლის მოცულობის შევსება და ხშირად ეს უტოლდება წყლით ინტოქსიკაციას. რასაკვირველია, ეს არის პირობითი ტერმინი და არ გულისხმობს სიტყვასიტყვით მოწამვლის მდგომარეობას, მაგრამ გულისხმობს იმას, რომ 1 საათის განმავლობაში თუ ჩვენ ლიტრი ნახევარი
და ლიტр ნახევარზე მეტი წყალი მივირთვით, ერთდროულად, ერთ ბაშად შეიძლება აღმოჩნდეს სისხლში ნატრიუმის დონის ვარდნის წინაპირობა, რაც ძალიან სარისკო გახლავთ, ისევე როგორც წყლის ნაკლებობა. უფრო მეტიც, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ მაგალითად გაზრდილ მოთხოვნილებაზე მოზარდებში, როდესაც ჩვენ საუბრობთ განსაკუთრებით ფიზიკური აქტივობის ფაზაში, განსაკუთრებით ცხელი ტემპერატურული, ანუ მაღალი ტემპერატურის, ანუ ცხელი გარემოს პირობებში, განსაკუთრებით ცხელი შხაპის მოყვარულ მოზარდებში. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ არა მარტო წყლის, არამედ მინერალების დანაკარგი და ასეთ შემთხვევაში შემავსებლად არა მარტო წყალი, ზოგიერთ შემთხვევაში დასაბუთებით ცხადია პროფესიონალის რეკომენდაციით მინერალური წყლის გამოყენებაც არ იქნებოდა ცუდი გადაწყვეტილება. განსაკუთრებით საგულისხმო არის ასეთ დროს გაზრდილი მოთხოვნილება და ლტოლვა ტკბილეულის მიმართ. დიახ, ფიზიკური აქტივობა ბავშვებსა და მოზარდებში უნებლიეთ აძლიერებს ლტოლვას ტკბილეულის მიმართ, იმიტომ რომ დადგენილია ფიზიკური აქტივობა და ფიზიკური დატვირთვა არის გარკვეულწილად სტრესი და სტრესთან გამკლავებისთვის, როგორც ყველა სიტუაციაში შეიძლება აქაც სწორედ ტკბილეული გამოიყენონ ბავშვებმა და მოზარდებმა, რაც განსაკუთრებით საგულისხმოა ენერგეტიკული სმელების გამოყენებასთან მიმართებაში, რაც ალბათ ხშირად დაგინახავთ ფიზიკური აქტივობის მერე მოზარდები როგორც მონებით მიირთმევენ ამა თუ იმ სახეობის ენერგეტიკულ სასმელს. ცხადია, ამ ჯგუფში ხდება ადვილად შეთვისებადი ნებისმიერი ნახშირწყალი, მათ შორის ის ტკბილეულიც, რომელიც დამატებული შაქრის ფხვნილის გამოყენებას გულისხმობს. არ უნდა დაგვავიწყდეს წყლის და მარილების ბალანსის დროს დამატებითი სუფრის მარილის გამოყენების თემა, რომელიც ასევე საგულისხმოა და ასევე მოითხოვს სიფრთხილეს ბავშვებსა და მოზარდებში. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არ ხდება ადეკვატური რაოდენობის წყლის მიღება და უფრო მლაშე პროდუქტს, უფრო პროცესირებულ პროდუქტს ეძალება ბავშვი. აქ გასათვალისწინებელია აგრეთვე გადამუშავებული ცხიმების თემა და ნებისმიერი პროცესირებული პროდუქტი, რომელიც ანთებას აღრმავებს და არ ქმნის კარგ ნიადაგს იმისთვის, რომ ბავშვის ფიზიკური აქტივობა აღმოჩნდეს მისთვის სასარგებლო. რა სჭირდება ორგანიზმს განსაკუთრებით ფიზიკური აქტივობის დროს და რატომ არის მნიშვნელოვანი იმის გათვალისწინება, რომ ყველა ბავშვის ჯანმრთელობის კვირეული აუცილებლად გულისხმობს აგრეთვე ერთ დღეს, რომელიც ეთმობა კვებით განათლებას. ჩვენ სარგებლობთ შემთხვევით 21 აპრილს აღნიშნავდნენ აი ამ თარიღს, თუმცა ჩვენ მიმდინარე კვირაში სხვადასხვა თემასთან კავშირში ამ საკითხს აუცილებლად შევეხებით მიუხედავად იმისა 21 აპრილია თუ აპრილის სხვა თარიღი. და შევეხებით იმიტომ, რომ გაგახსენოთ, როდესაც ბავშვის ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ ფიზიკური აქტივობის ჭრილში, ჩვენ გვჭირდება პირველ რიგში იმ საჭიროებების გათვალისწინება და იმ ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების გათვალისწინება, რომელიც ბავშვების და მოზარდების შემთხვევაში დასაბუთებულია, როგორც ცნობილი ნაკლებობა, ანუ დეფიციტები. და აღმოჩნდა, რომ მოზარდები, ისევე როგორც ბავშვთა გარკვეული ასაკი, მაგალითად 6 წლის ზემოთ სასკოლო ასაკის ადამიანები, ნაკლებობას განიცდიან ცილოვანი კომპონენტის. და ასეთ შემთხვევაში ცილა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი აგურია და სამშენებლო მასალა ნებისმიერი სტრუქტურისთვის, არა მხოლოდ კუნთის ასაშენებლად, არამედ ყველა ფუნქციის შესასრულებლად, რომელიც ბავშვის ორგანიზმში ხდება, ჩვენ გვჭირდება საკვებით შევსებაზე ზრუნვა. განსაკუთრებით იმის გათვალისწინება, რომ კუნთის მასა დიახ ცილას მოითხოვს, მაგრამ კუნთის ზალა რომ გქონდეს ჩვენ შულს, კუნთის გამძლეობა რომ გქონდეს, მას სჭირდება ნახშირწყლები. მაგრამ როგორი ნახშირწყლები? ნახშირწყლები, რომელიც დატვირთულია სხვადასხვა საჭირო ნივთიერებით, მაგალითად ანტიოქსიდანტებით, ისეთით როგორიც არის ავიტამინი. ავიტამინზე შეგვიძლია ბევრი ვისაუბროთ, მაგალითად, როგორც ზრდის ვიტამინზე, როგორც საზოგადოებაში არის ცნობილი, მაგრამ მისი მთავარი ღირსება არის ის, რომ ბავშვის ორგანიზმს, ისევე როგორც ყველა ასაკში ადამიანის ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან იცავს. ასეთ შემთხვევაში მზასახით იქნება ავიტამინი, მაგალითად რძის ნაწარმში, კვერცხში, ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში, თუ ავიტამინის წინამორბედი ნივთიერებების სახით, კაროტინების სახით, სხვადასხვა სახის ფერად, ბოსტნეულსა და ხილში,
ყველა შემთხვევაში არის აუცილებელი ნაწილი ბავშვის რაციონის. კიდევ ერთი ძალიან სერიოზული ანტიოქსიდანტი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ, ეს გახლავთ C ვიტამინი. C ვიტამინი, რომელიც ნედლი ხილისა და ბოსტნეულის შემადგენელი ნაწილია, განსაკუთრებით სეზონურად, განსაკუთრებით ენდემურად, ჩვენს მიწა-წყალზე მოყვანილი პროდუქტების შემთხვევაში. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ C ვიტამინს შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს ბავშვის ძვლოვანი სისტემის აგებაში. დიახ, ბავშვის კოლაგენის წარმოქმნაში, რომელიც იმ განსაკუთრებულ სიმტკიცეს განსაზღვრავს, რომელიც არის ძვალშიც, არის სისხლძარღვის კედელშიც, არის კანთან დაკავშირებულიც და ასე შემდეგ. ამიტომ C ვიტამინის საკმარისი რაოდენობის გარეშე ვერც ძვლის აწყობას შეძლებს ბავშვის ორგანიზმი და ასეთ დროს უნდა გავითვალისწინოთ, ცხადია ფიზიკურ აქტივობასთან რატომღაც ყველაზე ხშირად ასოცირებული D ვიტამინი და კალციუმი. რა თქმა უნდა, ეს ასეა, მაგრამ თქვენ როგორც შენიშნეთ, მე ჩამონათვალი არ დავიწყე D ვიტამინით და კალციუმით, იმიტომ რომ ჩვენ პირველ რიგში სიცოცხლის მოლეკულით, ანუ ცილით ვიწყებთ, შემდეგ იმ ნივთიერებებს ვითვალისწინებთ, რომელიც ორგანიზმის ზოგად წონასწორობას განსაზღვრავს და რასაკვირველია, ვითვალისწინებთ იმ კომპონენტებს, რომელიც ძვლოვანი სიმტკიცისთვის სჭირდებათ ჩვენ შვილებს, იმიტომ რომ დღეს ფიზიკური აქტივობით მიაღწიონ ძვლოვან პიკს. რა არის ეს? ეს არის ის საიდუმლო, რომელსაც ჩვენი სხეულით ფარულად ვატარებთ და ძვლოვანი პიკი, რომელიც აი ამ ზრდა განვითარების ფაზაში მიიღწევა, შეიძლება იყოს იმის წინაპირობა, რამდენად გამომჟღავნებული ექნება მაგალითად ოსტეოპოროზი ამ ადამიანს ხანდაზმულ ასაკში. და კალციუმის შევსება შევთანხმდით, რომ შეიძლება ცხოველური წარმოშობის პროდუქტებითაც და მცენარეული წარმოშობის პროდუქტებითაც, განსაკუთრებით გასათვალისწინებელია D ვიტამინთან კავშირში ეს წონასწორობა და იმის გათვალისწინება, რომ კიდევ რამდენიმე მინერალი არის მაშინ მნიშვნელოვანი, როდესაც ფიზიკურ აქტივობაზე ვსაუბრობთ. რკინის როლი ჩვენ ძალიან ბევრჯერ განვიხილეთ და თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ. შეუძლებელია უჯრედის უზრუნველყოფა ჟანგბადით, თუ არ გვექნება საკმარისი რკინა. და წარმოიდგინეთ ბავშვი, რომელიც ფიზიკურად იტვირთება, ბავშვი, რომელიც თან იზრდება, თან იტვირთება, თან ყალიბდება, რამდენი ამოცანა აქვს მის სხეულს, მის უჯრედებს და თითოეულ უჯრედს რამდენად სჭირდება ჟანგბადით ადეკვატური უზრუნველყოფა. აი, ასეთ შემთხვევაში რკინის შევსება ცხოველური წარმოშობის პროდუქტებით და მცენარეული წარმოშობის პროდუქტების ურთიერთშეხამებით შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. ცხადია, B ჯგუფის ვიტამინებთან კომბინაციაში. კიდევ ერთი ელემენტი ეს გახლავთ თუთია და თუთია ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი დაცვითი ძალების უზრუნველყოფისთვის, ეს კარგად გახსოვთ თქვენ, თუმცა ფიზიკურ აქტივობაში მისი როლი უკვე დადასტურებულია. წარმატებული ფიზიკური აქტივობისათვის, ფიზიკური აქტივობის სარისკო შედეგების თავიდან ასაცილებლად აღმოჩნდა, რომ ბავშვებსა და მოზარდებს აუცილებლად სჭირდებათ თუთის ადეკვატური რაოდენობა იმ პროდუქტების მეშვეობით შეივსონ, რომელიც ახლა ძალიან კარგად ჩანს ბანერზე. და თუ გავიხსენებთ, რომ ეს ყველაფერი, ეს არის ჩამონათვალი იმ პროდუქტებისა, რომელიც ტრადიციულად ჩვენს თეფშზე იყრის ხოლმე თავს, ეს არის ის კანონზომიერება, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმის წონასწორობას. სულ ცოტა ხუთი ფერის, სულ ცოტა ხუთი ჯგუფის პროდუქტების გამოყენება ფიზიკური აქტივობის შემთხვევაში ბავშვებს და მოზარდებს მრავალ ფეროვნება სჭირდებათ პროდუქტების იმ ნივთიერებების გამო, რომელიც ამ ფერების მიღმაა დაშიფრული. და არ დაგვავიწყდეს ის წონასწორობა, რომელიც აუცილებლად უნდა დავიცვათ არა მარტო პროდუქტების არჩევისას, არამედ მიღებული და დახარჯული ენერგიის შეფასებისას. ბავშვებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს წონასწორობა არ დაირღვეს. ბავშვის ინტენსიური და დატვირთვის შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ დანახარჯი ვერ შეივსოს და ასეთ შემთხვევაში ყალიბდება ეგრეთ წოდებული უარყოფითი ენერგეტიკული ბალანსი, რაც ბავშვის არაუბრალოდ წონაში კლებას განაპირობებს, არამედ ბავშვის კუნთის მასის შეზღუდვას განაპირობებს, ზოგჯერ ძვლოვანი მასის შეზღუდვასაც, ბავშვის ორგანიზმში წყლის რაოდენობის შეზღუდვასაც, რაც ძალიან საყურადღებოა და ნამდვილად არ არის სასურველი მაშინ, როდესაც ბავშვი ინტენსიურად ვითარდება, იზრდება და მით უფრო ფიზიკურად იტვირთება. ისევე როგორც უკიდურესად დადებითი ბალანსი, როდესაც გაცილებით მეტ ენერგიას ვაძლევთ ბავშვს, ვიდრე ის ავსებს. ასეთ შემთხვევაში
შემთხვევაში მშობლების პასუხისმგებლობა დავაკვირდეთ ჩვენი შვილის ყოველდღიურ აქტივობას და თუ საკმარის ენერგიას არ ხარჯავს, არ დავტვირთოთ და არ გადავტვირთოთ მისი ორგანიზმი არასაჭირო ფუჭი კალორიებით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს მხოლოდ კალორიებია და არანაირი კვებითი ნივთიერებების რაოდენობა არ არის გათვალისწინებული და არ გვაქვს არანაირი ეგრეთ წოდებული ნუტრიციული სიმკვრივე. მე დღეს ამით გემშვიდობებით, ჯანმრთელობას და ღირსეულობას გისურვებთ.